მოგესალმებით და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს არხზე. დღეს ჩვენ ვიწყებთ ეპიკურ ლიტერატურულ მოგზაურობას ერთ-ერთ უდიდეს რომანში, რომელიც ოდესმე დაწერილა. ლევ ტოლსტოის შედევრი ომი და მშვიდობა. ეს არა მხოლოდ წიგნი, არამედ მთელი სამყაროა, სავსე სიცოცხლით, სიყვარულით, დანაკარგითა და ღრმა ფილოსოფიური კითხვებით. ჩვენ გამოვიკვლევთ სანქტ-პეტერბურგის ბრწყინვალე სამეჯლისო დარბაზებსა და აუსტერლიცის სისხლიანი ბრძოლის ველებს. გავყვებით დაუვიწყარი პერსონაჟების ცხოვრებას, რომლებიც ნაპოლეონის ომების ქაოსში საკუთარი თავისა და ცხოვრების აზრის პოვნას ცდილობდნენ. სანამ უშუალოდ სიუჟეტის გადმოცემაზე გადავალთ, მოდით ერთი წუთით დავფიქრდეთ, რა აქცევს ომსა და მშვიდობას არა უბრალოდ კლასიკურ წიგნად, არამედ ლიტერატურულ მონუმენტად, რომელსაც დღემდე ვერავინ უსწორებს თვალს. პასუხი მის კოლოსალურ მასშტაბებსა და რევოლუციურ მიდგომაშია. წარმოიდგინეთ სამყარო, რომელშიც 500-ზე მეტი დასახელებული პერსონაჟი ცხოვრობს. იმპერატორებიდან და გენერლებიდან დაწყებული, უბრალო ჯარისკაცებითა და გლეხებით დამთავრებული. ჩნდება კითხვა, როგორ ახერხებს ავტორი მართოს ასეთი გრანდიოზული მასშტაბები და არ დაკარგოს მკითხველი ამ ადამიანურ ლაბირინთში. ტოლსტოის განუმეორებლობა მის უნიკალურ სტრუქტურაშია. ის არ ცდილობს ყველა გმირი თანაბრად მნიშვნელოვანი გახადოს. ამის ნაცვლად ის ქმნის ერთგვარ მზის სისტემას. ცენტრში, მზის როლში, რამდენიმე არისტოკრატული ოჯახია: როსტოვები, ბოლკონსკები და 3-4 მთავარი პერსონაჟი: პიერი, ანდრეი და ნატაშა. ყველა დანარჩენი პერსონაჟი, ისტორიული თუ გამოგონილი, ამ ცენტრალური ფიგურების გარშემო ბრუნავს, როგორც პლანეტები და თანამგზავრები. ზოგი კუტუზოვისა და ნაპოლეონის მსგავსად უზარმაზარი პლანეტაა, რომელიც გავლენას ახდენს ყველას ცხოვრებაზე. ზოგი კი ანატოლ კურაგინისა და პლატონ კარატიევის მსგავსად კრიტიკულ მომენტში ჩნდება მათ ორბიტაზე და სამუდამო ცვლის მათ ტრაექტორიას. მაგრამ ყველაზე გასაოცარი ისაა, რომ ეპიზოდური პერსონაჟიც კი, რომელიც შეიძლება სულ რამდენიმე გვერდზე იყოს მოხსენიებული, ცოცხალი და დაუვიწყარია. ტოლსტოი თითოეულს ანიჭებს უნიკალურ შტრიხს, საუბრის მანერას, ჟესტს, ამ ფიქრს, რაც მათ რეალურ ადამიანებად აქცევს და არაუბრალო პერსონაჟებად, რომლებსაც მკითხველი მარტივად ივიწყებს. ტოლსტოი გვიჩვენებს, როგორ უკავშირდება ერთი ადამიანის პირადი, ინტიმური ცხოვრება, პირველი სიყვარული, ოჯახური სადილი თუ სულიერი კრიზისი, ისტორიის უზარმაზარ, დაუნდობელ მანქანას. გოგონას პირველი მეჯლისი ისეთივე მნიშვნელოვანი ხდება, როგორც 10,000-ობით ადამიანის სიცოცხლის შემწირველი ბრძოლა. ომი და მშვიდობა არის მცდელობა, შეიმეცნო თავად სიცოცხლე, თავისი სრული მშვენიერებითა და სისასტიკით. ახლა კი მოდით, შევიდეთ ამ სამყაროში და გავიცნოთ ის ადამიანები და მოვლენები, რომლებმაც ეს წიგნი უკვდავყო. მაგრამ სანამ ამ დიდებულ მოგზაურობას დავიწყებდეთ, გთხოვთ მოიწონეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩვენი არხი კლასიკური ლიტერატურის უფრო ღრმა ანალიზისთვის და რა თქმა უნდა, გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში. ჩვენთვის ძალიან საინტერესოა თქვენი აზრის მოსმენა. ახლა კი, მოდით პირველ გვერდზე გადავშალოთ. ჩვენი ისტორია 1805 წელს ბრწყინვალე ქალაქ სანქტ-პეტერბურგში იწყება. ჰაერი გაჟღენთილია ფრანგული ენით, რომელზეც რუსული არისტოკრატია საუბრობს. ნაპოლეონ ბონაპარტი ჯერ კიდევ შორეული საფრთხეა. ელეგანტურ საღამოებზე სასაუბრო თემა, მაგრამ არა დაუყოვნებელი საფრთხის შემცველი ძალა. ამ სამყაროს პირველად ანა პავლოვნა შერერის მიერ გამართულ წვეულებაზე ვეცნობით, რომელიც იმპერატორის სეფექალია. ეს შეკრება მაღალი საზოგადოების სრულყოფილ მიკროსამყაროს წარმოადგენს. აქ საუბრები სპექტაკლს გავს, იქმნება კავშირები და პიროვნების რეპუტაცია შეიძლება ერთი ფრაზითაც კი შეიცვალოს. სწორედ ამ წვეულებაზე ვხვდებით ჩვენს მთავარ გმირებს. ჩვენ ვხედავთ ძლევამოსილ და ანგარიშგასაწევ თავად ვასილ კურაგინს. კაცს, რომელიც დაინტერესებულია თავისი ლამაზი, მაგრამ მორალურად ცარიელი შვილების, ელენისა და ანატოლის მომგებიანად დაოჯახებით. მათი ოჯახი ამ სამყაროს კორუფციასა და სიყალბეს განასახიერებს. ამ დახვეწილ გარემოში მოულოდნელად ჩნდება ჩვენი პირველი მთავარი გმირი, პიერ ბეზუხოვი. ის მდიდარი გრაფის უკანონო შვილია, საზოგადოებაში მოუხერხებელი, მაგრამ ინტელექტუალურად ცნობისმოყვარე პიერი არის ადამიანი, რომელიც ცდილობს შეიმეცნოს
ცხოვრების აზრი და მიზანი. ამ დროისთვის პიერი გარიყულია. მისი ვნებიანი და ზოგჯერ გულუბრყვილო დაცვა ნაპოლეონისა აღაშფოთებს პატრიოტ სტუმრებს. ის ქაოტური ენერგიის გრიგალია სამყაროში, რომელიც მკაცრ ეტიკეტზეა აგებული. მისი მოგზაურობა ჩვენი ისტორიის ფილოსოფიური ცენტრი გახდება. წვეულებას ასევე ესწრება თავადი ანდრეი ბოლკონსკი. ის სიმპათიური და ინტელექტუალი, სრულიად გადაღლილია იმ საზოგადოებისგან, რომელშიც ცხოვრობს. ის თავის ლამაზ სორს ლიზას ზედაპირულ ადამიანად მიიჩნევს, ხოლო გაუთავებელ საღამოებს უაზრო მასკარადად. ანდრეის რაღაც ნამდვილის წყურია. მას სჯერა, რომ ცხოვრების აზრს ომში იპოვის. ის პატივს სცემს ნაპოლეონს, არა როგორც პოლიტიკურ ფიგურას, არამედ როგორც მოქმედების კაცს, გმირს, რომელმაც იდიადეს მიაღწია. ანდრეი ომში ადიუტანტად წასასვლელად ემზადება და საკუთარ ტულონზე, ანუ დიდების მომენტზე ოცნებობს. ეს ორი მამაკაცი, პიერი და ანდრეი, ცხოვრების აზრის ძიების ორ განსხვავებულ გზას წარმოადგენს. პიერი მას იდეების, ფილოსოფიისა და ემოციების მეშვეობით ეძებს. ანდრეი კი მოქმედების, დიდებისა და ინტელექტუალური განსჯის გზით. მათი მეგობრობა რომანის ქვაკუთხედი გახდება. სანქტ-პეტერბურგის ცივი და გათვლილი სამყაროდან ტოლსტოის გადავყავართ მოსკოვის თბილ, ქაოტურ და მოსიყვარული ატმოსფეროში, როსტოვების ოჯახში. როსტოვები რომანის ემოციური ბირთვია, რაც მკვეთრ კონტრასტს ქმნის სხვა არისტოკრატულ ოჯახებთან. გრაფი ილია როსტოვი გულუხი, მაგრამ ფინანსურად უნიჭო კაცია. გრაფინია ნატალია მოსიყვარულე დედაა, რომელიც მუდმივად წუხს ოჯახის ფინანსებსა და შვილების მომავალზე. მათ სახლში მუდმივად სიცოცხლე, სიყვარული, მუსიკა და ნამდვილი ემოციების უფევს. მათი უფროსი ქალიშვილი ვერა ლამაზია, მაგრამ ცივი და პედანტურია, რომელიც ვერ ასწროს ერწყმის ოჯახის სითბოს. უფროსი ვაჟი ნიკოლაი როსტოვი ნებიანი ახალგაზრდაა, რომელიც ჰუსართა პოლკში სამსახურის დაწყებას აპირებს. ის იდეალისტია, მეფის ერთგული და სამხედრო თავგადასავლებს მოწყურებული. შემდეგ მოდის უმცროსი ვაჟი, ენერგიული პეტია, რომელიც თავისი უფროსი ძმითაა აღფრთოვანებული და ოცნებობს იმ დღეზე, როდესაც თავადაც ჯარისკაცი გახდება. და ამ ცოცხალი ოჯახის ცენტრშია დაუვიწყარი 13 წლის ნატაშა როსტოვა. ნატაშა სუფთა ენერგია, გრძნობებისა და იმპულსების გრიგალი. ის არ არის კლასიკური სილამაზის პატრონი, მაგრამ წარმოუდგენლად ცოცხალი და მიმზიდველია. მისი გზა ხალისიანი, ენერგიული გოგონადან გამოცდილ, ძლიერ ქალამდე, რომანის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. როსტოვების ოჯახში ასევე ცხოვრობს სონია, ღარიბი დაობლებული ბიძაშვილი. მას უზომოდ უყვარს თავისი ბიძაშვილი ნიკოლაი, სიყვარული, რომელიც განსაზღვრავს და შეზღუდავს მის მთელ ცხოვრებას. ის განასახიერებს ჩუმ ერთგულებასა და თავგანწირვას ნებებით სავსე სამყაროში. ბოლო მნიშვნელოვანი ოჯახი, რომელიც თავიანთ მამულში, მელოდ გორებზე უნდა გავიცნოთ, ბოლკონსკები არიან. ოჯახის თავი არის შიშისმომგვრელი მოხუცი, თავადი ნიკოლაი ბოლკონსკი. წარსული ეპოქის გადმონაშთი. ის მომთხოვნი და დიქტატორია, მაგრამ ამავდროულად ბრწყინვალე ადამიანიც. ის თავის ქალიშვილს მარიას კაცრი საგანმანათლებლო მოთხოვნებითა და ემოციური სისასტიკით ტანჯავს. მარია ღრმადმორწმუნე და ინტელექტუალია, მაგრამ მამის ტირანია მის მორცხვად და საკუთარ ფიზიკურ სიმახინჯეში დარწმუნებულად აქცია. ის სიყვარულზე ოცნებობს, მაგრამ თავს მის ღირსად არ თვლის. მისი ძმა, თავადი ანდრეი, ერთადერთი ადამიანია, ვისაც მისი ესმის, თუმცა ისიც მამის მომთხოვნი, სტრესული გარემოს წევრია. როდესაც ანდრეი ომში მიდის, ის თავის ორსულ ცოლს ლიზას მამისა და დის მზრუნველობის ქვეშ ტოვებს. ამასობაში მოსკოვში პიერის მამა, დიდარი გრაფი ბეზუხოვი სასიკვდილო სარეცელზე წევს. მემკვიდრეობისთვის სასტიკი ბრძოლა იწყება, რომელსაც თავადი ვასილი კურაგინი უძღვება, რადგან გამდიდრების შანსს ხედავს. დრამატული მოვლენების შედეგად აღმოჩნდება ახალი ანდერძი და პიერი, უკანონო შვილი, ყველაფერს მემკვიდრეობით იღებს. ის ერთ ღამეში გრაფი ბეზუხოვი ხდება, ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და სასურველი საქმრო მთელ რუსეთში. ის სრულიად მოუმზადებელია ამ ახალი რეალობისთვის. გულუბრყვილო და დაბნეული პიერი მაშინვე ცბიერი თავად ვასილის სამიზნე ხდება. სანამ რამეს გააცნობიერებს, პიერი აღმოაჩენს, რომ მანიპულაციის გზით ულამაზეს, მაგრამ შინაგანად საარიელ და ამორალულ ელენ კურაგინზეა დაქორწინებული. ის მახეში ებმება. პიერი მალევე გაიცნობს ცოლის ნამდვილ ბუნებას
და გაიგებს მისი რომანის შესახებ ჯარისკაც დოლოხოვთან. მისთვის უჩვეულოდ პიერი დოლოხოვს დუელში იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ პისტოლეტი ხელში არასდროს სჭერია, პიერი მოწინააღმდეგეს ჭრის, რაც მის პირად კრიზისს კიდევ უფრო აღრმავებს. ცოლითა და საკუთარი სისუსტით შეწუნებული პიერი ელენს შორდება. ის უფრო მდიდარია ვიდრე ოდესმე, მაგრამ უფრო დაკარგული ვიდრე აქამდე. ეს კრიზისი მას სულიერ ძიებას აწყებინებს. ის მასონთა ლოჟაში შედის, რადგან სჯერა, რომ მათი იდეალები, ძმობისა და სათნოების შესახებ მას პასუხებს მისცემს. პიერი მთელი მონდომებით ერთვება მასონურ პროექტებში. ცდილობს რეფორმა გაატაროს თავის უზარმაზარ მამულებში და გააუმჯობესოს ყმების ცხოვრება. თუმცა მის იდეალისტურ გეგმებს მისივე არაკეთილსინდისიერი მმართველები ადვილად აფერხებენ. მას პრაქტიკული უნარები აკლია, რათა განახორციელოს სასურველი ცვლილებები. მისი სულიერი გზა ეჭვებითა და იმედგაცრუებებითაა სავსე. მასონური მოძრაობა, რომელიც მას ჭეშმარიტების წყაროდ მიაჩნდა, ხშირად უფრო სოციალური კავშირებისა და ცარიელ და ადამიანის სულისთვის შეუსაბამო რიტუალებს ემსახურება, ვიდრე ნამდვილ განმანათლებლობას. მაგრამ პიერის ძიება ჯერ არ დასრულებულა. სანამ პიერი სულიერ კრიზისს განიცდის, ანდრეი და ნიკოლაი ომის სასტიკ რეალობას უსწორებენ თვალს. 1805 წელია და რუსული არმია ნაპოლეონის ძალებთან შესახვედრად მიემართება. ომის რომანტიკული იდეალები სწრაფად იმსხვრევა. ნიკოლაი როსტოვი, ახლა უკვე ახალგაზრდა კორნეტი ჰუსართა პოლკში, პირველად იგემებს ბრძოლის გემოს სოფელ შენგრაბენთან. გამოცდილება სულაც არ ჰგავს იმას, რასაც ის წარმოიდგენდა. ეს არ არის დიდებული ან გმირული. ეს არის ქაოტური, საშინელი და გაუგებარი. უკან დახევის დროს ნიკოლაი პანიკას განიცდის. ის ფრანგ ჯარისკაცებს ხედავს არა როგორც აბსტრაქტულ მტრებს, არამედ როგორც ადამიანებს, რომლებსაც პირადად მისი მოკლა სურთ. ეს შიში მას ახალგაზრდულ თავდაჯერებულობას ართმევს და მის ადგილს ბრძოლის უფრო რეალური გაგება იკავებს. სწორედ ამ ქაოსში და დამარცხების პირას მყოფ არმიაში ჩნდება ფიგურა, რომელიც იმედისა და სიმამაცის სიმბოლო ხდება. ეს არის თავადი პეტრე ბაგრატიონი, რეალური ისტორიული პიროვნება, საქართველოს სამეფო დინასტიის შთამომავალი, რომელიც ტოლსტოის მიერ იდეალური სარდლის სახედ არის წარმოდგენილი. ის მას აღწერს, როგორც ფენომენალური სიმშვიდის მქონე ადამიანს, რომელიც ბრძოლის ყველაზე კრიტიკულ მომენტებშიც კი არ კარგავს წონასწორობას. შენგრაბენის ბრძოლის გადამწყვეტ ეპიზოდში ბაგრატიონი ცხენიდან ჩამოდის და ფეხით მიუძღვება თავის ჯარისკაცებს პირდაპირ ტყვიების ზუზუნში, რითაც აჩვენებს, რომ მათი ბედის თანაზიარია. ის არის ლიდერი, რომელსაც ესმის, რომ ომის ბედს არა სტრატეგიული გათვლები, არამედ ჯარისკაცის სულისკვეთება წყვეტს. ამიტომაც მისი გამოჩენა ბრძოლის ველზე სასწაულებს ახდენს, აქრობს პანიკას და ჯარისკაცებს გამარჯვების რწმენას უნერგავს. თავადი ანდრეი რუსეთის არმიის მთავარსარდლის გენერალ კუტუზოვის ადიუტანტად მსახურობს. კუტუზოვი მომხიბლავი პერსონაჟია, რომელიც ტოლსტოის მიერ აღწერილია არა როგორც სტრატეგიულად ნიჭიერი, არამედ როგორც უსაზღვრო მოთმინებისა და ინტუიციის მქონე ადამიანი. კუტუზოვს ესმის, რომ ბრძოლების შედეგს არა ბრწყინვალე გეგმები, არამედ მორალი, შემთხვევითობა და არმიის განუსაზღვრელი სული წყვეტს. ის ხშირად მოდუნებული და გულგრილი ჩანს, მაგრამ ფლობს ღრმა, უნიკალურ სიბრძნეს, რომელიც ხვებს სისუსტეში ერევად. ანდრეი თავდაპირველად გაღიზიანებულია კუტუზოვის მოჩვენებითი პასიურობით. მას ჯერ კიდევ სყურია თავისი ტულონი, ერთი გადამწყვეტი, გმირული მოქმედების მომენტი, რომელიც მას სახელსა და დიდებას მოუტანს. ის თვლის, რომ ეს მომენტი შემდეგ დიდ აუსტერლიცის ბრძოლაში დადგება. აუსტერლიცი სამი იმპერატორის ბრძოლაა: ნაპოლეონის საფრანგეთის, ალექსანდრეს რუსეთის და ფრანცის ავსტრიის. მოკავშირეთა მეთაურები თავდაჯერებულები არიან. მათი გეგმები ზედმიწევნითაა გაწერილი. ანდრეი თავის შანსებს ხედავს. ის გრძნობს, როგორ იზრდება მღელვარება და სჯერა, რომ ეს მისი დღეა. თუმცა ბრძოლა მოკავშირეებისთვის კატასტროფული აღმოჩნდება. ნაპოლეონი მათ ამარცხებს. რუსული არმია განადგურებულია და ქაოტურ უკანდახევას იწყებს. არეულობის შუაგულში ანდრეი ხედავს შეშინებულ რუსულ ბატალიონს. ის ხელში იღებს შტანდარტს, დროშას და წინ მიიჭრება, იმ იმედით, რომ ჯარისკაცებს გაამხნევებს. ეს მისი მომენტია, მაგრამ როგორც კი შეტევას იწყებს, მას ჭრიან. ის მიწაზე დაჭრილი ეცემა. პრაცენის მაღლობზე, ზურგზე მწოლიარე, სისხლისგან დაცლილი ანდრეი ცას ახედავს.
ის ხედავს არა ბრძოლის ქაოსს, არამედ მაღალ უსასრულო ცას. ცა უზარმაზარი, შვიდი და მარადიულია. იმ მომენტში ყველა მისი ამბიცია, ნაპოლეონით აღფრთოვანება, დიდების სურვილი, სრულიად უმნიშვნელო ხდება. ის ფიქრობს, რა წყნარი, შვიდი და დიდებულია, როგორ ვერ ხედავდი ამ ცას აქამდე, და რა ბედნიერი ვარ, რომ ბოლოს და ბოლოს ვიპოვე. დიახ, ყველაფერი ამაოა, ყველაფერი სიცრუეა, გარდა ამ უსასრულო ცისა. ეს არის მისი ფასეულობების სრული გადაფასება და ცხოვრების სხვა თვალით დანახვის წამები. მისი ყოფილი გმირი, ნაპოლეონი გვერდით ჩაივლის და აღნიშნავს მის ლამაზ სიკვდილს. მაგრამ ანდრეი, როცა თავის გმირს უყურებს, ახლა მხოლოდ პატარა, უმნიშვნელო კაცს ხედავს. დიდება ილუზია, ის მკვდრად მიიჩნევა, მაგრამ სიკვდილს გადაურჩება. ანდრეი სავარაუდო დაღუპვის ამბავი მის ოჯახამდე აღწევს. მის ცოლს ლიზას მშობიარობა ეწყება. მშობიარობა რთული და ტრაგიკულია. როგორც კი ანდრეის სახლში ცოცხალი ბრუნდება, სწორედ იმ დროს მისი ცოლი ვაჟის ნიკოლენკას გაჩენისას იღუპება. ანდრეი განადგურებულია. დანაშაულის გრძნობით სავსე, თავისი გარდაცვლილი ცოლის მიმართ ცივი მოპყრობის გამო, ის შორდება სამყაროს და პირობას დებს, რომ აღარასდროს იმსახურებს ჯარში. ის თავს უძღვნის მამულსა და შვილის აღზრდას. ირჩევს წყნარ, მარტოსულ ცხოვრებას. მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში რომანის მშვიდობიანი ნაწილი კვლავ წინა პლანზე გამოდის. როსტოვების ფინანსური მდგომარეობა გრაფის არასწორი მმართველობის გამო უარესდება. ნიკოლაი სახლში ომის გმირად ბრუნდება, მაგრამ მისი აზარტული თამაშებით გადაცება, განსაკუთრებით დოლოხოვთან უზარმაზარი წაგება, ოჯახს კიდევ უფრო ღრმა ვალებში აგდებს. ამ პერიოდში ჩვენ ხედავთ ნატაშა როსტოვას გაფურჩქნას. ის ახლა 16 წლის მომხიბლავი ახალგაზრდა ქალია. თავის პირველ დიდ მეჯლისზე ის ნერვიულობს. იმედოვნებს, რომ ვინმე საცეკვაოდ გაიწვევს. დადარდიანებული თავადი ანდრეიც ესწრება საღამოს. ნატაშას ახალგაზრდული ენერგიის დანახვისას, ანდრეი გრძნობს სიცოცხლის იმ ნაპერწკალს, რომელიც დიდი ხნის ჩამქრალი ეგონა. ის ნატაშას საცეკვაოდ იწვევს და როცა ისინი იატაკზე მოძრაობენ, ის თავს ხელახლა დაბადებულად გრძნობს. მას უყვარდება ნატაშა, რომელიც მას ცხოვრების ხალის უბრუნებს. ანდრეი მას ცოლობას თხოვს. როსტოვები აღფრთოვანებულნი არიან. თუმცა ანდრეის მკაცრი მოხუცი მამა ქორწინებას ეწინააღმდეგება. ის ანდრეის აიძულებს დათანხმდეს ერთწლიან დაყოვნებაზე, რომლის დროსაც მან საზღვარგარეთ უნდა იმოგზაუროს. განშორება მტანჯოლია ნატაშასთვის. სანამ ანდრეი შორს არის, ის სიმპათიური და მტაცებლური ხასიათის მქონე ანატოლ კურაგინის გავლენის ქვეშ ექცევა, რომელიც საიდუმლოდ უკვე დაქორწინებულია. ანატოლი თავისი დის, ელენის დახმარებით, გეგმავს გულუბრყვილო ნატაშასთან ერთად გაპარვას. გეგმა ბოლო მომენტში სონიასა და მარია დმიტრიევნას მიერ იშლება. ნატაშა გულგატეხილი და შერცხვენილი რჩება. როდესაც ანდრეი ბრუნდება, თავს შეურაცხყოფილად გრძნობს. ის ცივად შლის ნიშნობას და პატიებას არ აპირებს. ეს კატასტროფა ნატაშას მძიმე დეპრესიასა და ავადმყოფობაში აგდებს. პიერ ბეზუხოვი, რომელიც ყოველთვის ძლიერ, ფარველურ სიყვარულს განიცდიდა ნატაშას მიმართ, ამ დროს ანუგეშებს მას. ის ცდილობს დაანახოს, რომ მისი ცხოვრება არ დასრულებულა და ამ პროცესში საკუთარი სიყვარულის სიღრმეს აცნობიერებს. 1812 წელს მოსკოვის ცაზე დიდი კომეტა გამოჩნდება. მას საშინელი მოვლენების მომასწავლებლად მიიჩნევენ. საფრანგეთთან მყიფე მშვიდობა დაირღვევა და ნაპოლეონი აგროვებს თავის დიდ არმიას, ყველაზე დიდ ევროპულ არმიას, რაც კი ოდესმე უნახავთ. ქვეყანას პატრიოტული აღდგინების ტალღა მოიცავს. არისტოკრატია უარს ამბობს ფრანგულ ენასა და ფრანგულ წესჩვეულებებზე. პიერიც ამ განწყობას ემორჩილება და საკუთარ პოლკს აფინანსებს. როსტოვების უმცროსი ვაჟი პეტია დედის ვედრების მიუხედავად ჯარში წასვლას ესწრაფვის. თავადი ანდრეი, რომლის ცხოვრება ნატაშასთან დაშორების შემდეგ კვლავ დაცარიელდა, სამხედრო სამსახურში დაბრუნებას გადაწყვეტს. ამჯერად მას არა დიდების წყურვილი, არამედ საჭიროება ამოძრავებს. იყოს იქ, სადაც მოქმედებაა, იყოს იმ დიდი ისტორიული მოვლენის ნაწილი, რომელიც ახლოვდება. ის უარს ამბობს შტაბში თანამდებობაზე და ირჩევს პოლკის მეთაურობას ფრონტის ხაზზე. მას სურს ჯარისკაცებთან ერთად ყოფნა და მათი ბედის გაზიარება. ნაპოლეონის არმია მდინარე ნემანს კვეთს და იწყებს გრძელ ლაშქრობას რუსეთის გულისკენ. რუსული სტრატეგია, რომელსაც გენერალი ბარკლაი დე ტოლი ხელმძღვანელობს და რომელსაც აგრძელებს კუტუზოვი,
სტრატეგიულ უკანდახევას გულისხმობს. ისინი ფრანგებს რუსეთის უზარმაზარ ტერიტორიაზე სულ უფრო ღრმად იტყუებენ. ფრანგული არმია გაიწელა. მისი მომარაგების ხაზი ირღვევა. მიუხედავად ამისა, ის აგზელებს შეუჩერებლად სვლას მოსკოვისკენ. რუსული არმია და ხალხი გადამწყვეტ ბრძოლას ითხოვს. მათ არ შეუძლიათ თავიანთი უძველესი დედაქალაქის უბრძოლველად დათმობა. 1812 წლის 26 აგვისტოს სოფელ ბოროდინოსთან ორი არმია ერთმანეთს ხვდება. ეს რომანის ერთ-ერთი ცენტრალური ეპიზოდია. ტოლსტოი ბოროდინოს ბრძოლას აღწერს არა როგორც გენერლების საჭადრაკო პარტიას, არამედ როგორც ქაოტურ, შემზარავ და საბოლოოდ უაზრო სასაკლაოს. პიერი უცნაური ცნობის მოყვარეობით შეპყრობილი, გადაწყვეტს ბრძოლას საკუთარი თვალით უყუროს. ის ბრძოლის ველზე სამოქალაქო დამკვირვებლად, თეთრი ქუდით, სრულიად შეუფერებლად ჩაცმული მიდის. ის ჯარისკაცებს შორის დადის, უყურებს, როგორ იბრძვიან და კვდებიან მის გარშემო ადამიანები. პიერის თვალით ჩვენ ხედავთ ჯარისკაცების გამბედაობასა და გულმხურვალებას. ისინი არ იბრძვიან დიდებისთვის, ან სტრატეგიული მიზნებისთვის, რომლებიც მათ არ ესმით. ისინი იბრძვიან თავიანთი მიწის, ოჯახებისა და რწმენისთვის. თავადი ანდრეი ბრძოლის შუაგულშია და თავის პოლკს მეთაურობს. მას სიკვდილის წინათგრძნობა აქვს. მან იცის, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი არა ტაქტიკურად სწორი მოქმედება, არამედ მორალური ძალაა, იმ ჯარისკაცების სული, რომლებიც მზად არიან სამშობლოსთვის მოგდნენ. საშინელი საარტილერიო ცეცხლის დროს ანდრეისა და მის ჯარისკაცებთან ახლოს ჭური ვარდება. ის უარს ამბობს დაწოლაზე და ჭურვი ფეთქდება. ის მუცლის არეში საშინელ ჭრილობას იღებს. როდესაც მას საველე ჰოსპიტალში მიიყვანენ, ის ხედავს ნაცნობ კაცს, რომელიც გვერდით საოპერაციო მაგიდაზე იტანჯება. ის ანატოლ კურაგინია. ის ხედავს თავის ყოფილ მეტოქეს, კაცს, რომელმაც მისი ბედნიერება დაანგრია. როდესაც მას ფეხს კვეთენ, ანატოლი აცრემლებულია, ხოლო ანდრეი გრძნობს არა სიძულვილს, არამედ სიბრალულსა და თანაგრძნობას. ეს კიდევ ერთი დიდი სულიერი გამოღვიძებაა, რომელიც უდიდესი ტანჯვიდან იშვა. ბოროდინოს ბრძოლა სასტიკია. 100,000-ობით ადამიანი იბრძვის და 10,000-ობით იღუპება ან იჭრება ორივე მხრიდან. ტოლსტოი ამას რუსების გამარჯვებას უწოდებს, არა როგორც სამხედრო, არამედ მორალურ გამარჯვებას. ფრანგული არმიის სული გატყდა. საშინელი დანაკარგების მიუხედავად, კუტუზოვი მტკივნეულ, მაგრამ ბრძნულ გადაწყვეტილებას იღებს. უკან დაიხიოს და მოსკოვი დათმოს. მას ესმის, რომ არმიის გადარჩენა ქალაქის გადარჩენაზე მნიშვნელოვანია. რუსეთის ბედი არმიის გადარჩენაზეა დამოკიდებული და არა ტერიტორიის შენარჩუნებაზე. როდესაც ფრანგული არმია ახლოვდება, მოსკოვიდან მასობრივი გასვლა იწყება. როსტოვები ერთ-ერთი უკანასკნელნი ტოვებენ ქალაქს და ამ წავე მომენტში ნატაშა დაჟინებით მოითხოვს, რომ მათი ურმები, რომლებიც საოჯახო ნივთებითაა დატვირთული, დაჭრილი ჯარისკაცების გადასაყვანად გამოიყენონ. მან არ იცის, რომ ერთ-ერთი დაჭრილი ჯარისკაცი, რომელიც მათ გადაჰყავთ, თავადი ანდრეია. პიერი დაცარიელებულ ქალაქში რჩება. ის შეპყრობილია უცნაური, მისტიკური იდეით. მას ჯერა, რომ მისი ბედისწერაა ნაპოლეონის მოკლა. ის პისტოლეტით შეიარაღებული დადის მომაკვდავი ქალაქის ქაოტურ ქუჩებში. მოსკოვს ცეცხლი ეკიდება, ალი ვრცელდება და შთანთქავს ძველ ხის ქალაქს. ფრანგული არმია, რომელიც თავშესაფარსა და საკვებს ელოდა, მის ნაცვლად დამწვარ ნანგრევებს პოულობს. ეს გარდამტეხი მომენტია. მოსკოვის ოკუპაცია ნაპოლეონისთვის მახედ იქცა. პიერის განზრახვა, რომ მოკლას ნაპოლეონი არ ხორციელდება. მას ფრანგები იპყრობენ და ცეცხლის გაჩენაში ადანაშაულებენ. ციხეში აგდებენ და სხვა პატიმრების სიკვდილით დასჯის მოწმე ხდება. მასაც თავად დახვრეტ აქვს მისჯილი, მაგრამ ბოლო წუთს მოულოდნელად იწყალებენ. სიკვდილთან პირისპირ დგომის ეს გამოცდილება პიერს თავის უძლურებას მკაფიოდ დაანახებს. ის აღარ არის არისტოკრატი ან ფილოსოფოსი. ის უბრალო ადამიანია, შეშინებული და ცოცხალი. მისი სიცოცხლე ახლა მის კონტროლს მიღმა მყოფი ძალების ხელშია. როგორც სამხედრო ტყვე, რომელიც იძულებულია უკანდახეულ ფრანგულ არმიასთან ერთად იაროს, პიერი თავის საბოლოო და ყველაზე მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას განიცდის. ტყვეთა ბანაკში ის ხვდება უბრალო გლეხ ჯარისკაცს, სახელად პლატონ კარატაევს. პლატონი ყველაფერია, რაც პიერი არ არის. ის გაუნათლებელია, უბრალო და უპირობო რწმენა აქვს. ის მთლიანად აწმყოში ცხოვრობს. თავის ყველა განსაცდელს უსიტყვოდ ითმეს. ის უბრალო ამბებსა და აიგავებს ყვება და განასახიერებს ერთგვარ უშუალო, სრულყოფილ სიბრძნეს. პლატონი გლეხობის სულს წარმოადგენს.
ის პირს ასწავლის არა ფილოსოფიური დებატებით, არამედ თავისი არსებობით. ის პირს უჩვენებს, რომ ბედნიერება არა დიდებული მიზნების ძიებაშია, არამედ ცხოვრების უბრალო აქტში, ყოველ მომენტში ღვთაებრიობის დანახვაში. პიერი სწავლობს მოხარშული კარტოფილის გემოს, ცეცხლის სითბოს, თანაპატიმრების უბრალო მეგობრობის დაფასებას. ის იშორებს ინტელექტუალურ ამპარტავნებას და სულიერ შფოთვას. ის შინაგან თავისუფლებას პოულობს მაშინაც კი, როცა მისი სხეული ბორკილებშია. ფრანგების უკან დახევა მოსკოვიდან სამხედრო ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი კატასტროფაა. რუსი პარტიზანების მიერ შევიწროებული და სასტიკი რუსული ზამთრით განადგურებული დიდი არმია იშლება. ჯარისკაცები შიმშილობენ, იყინებიან და ათასობით მათგანი იღუპება. ნიკოლაი როსტოვის ჰუსართა პოლკი პარტიზანული კამპანიის ნაწილია, რომელიც ფრანგების მომარაგების ხაზებს წყვეტს. უმცროსი როსტოვი პეტია ბოლოს და ბოლოს ახერხებს ჯარში გაწევრიანებას და ნიკოლაის ჯგუფს უერთდება. ის ბიჭური ენთუზიაზმით თავგადასავლების ძიებაშია. პეტია ტრაგიკულად იღუპება, უგუნური და საბოლოოდ უაზრო თავდასხმის დროს მცირე ფრანგულ ბანაკზე. მისი სიკვდილი გამანადგურებელი დარტყმაა როსტოვების ოჯახისთვის, რაც ომის დაუნდობელ, სასტიკ ბუნებას განასახიერებს. ამასობაში ფრონტისგან შორს, ერთ-ერთ სახლში, ნატაშა სასიკვდილოდ დაჭრილ ანდრეის ხვდება. ის დაუღალავად დუulis მას. ყოველგვარი წყენა და უპატიებლობა ქრება, რომელსაც ძირეული, სულიერი სიყვარული ანაცვლებს. ანდრეი ბოლოს და ბოლოს აცნობიერებს იმ საყოველთაო სიყვარულს, რომელიც პირველად საველე ჰოსპიტალში იგრძნო. ის ნატაშას სრულად პატიობს, ის მშვიდად კვდება. მისი სიკვდილი არა ტრაგედია, არამედ გრძელი და მტკივნეული ძიების მშვიდობიანი დასასრულია. ნატაშა განადგურებულია ანდრეის სიკვდილით. მის ჯანმრთელობაზე ანდრეის და თავადის ასული მარია ზრუნავს. საერთო მწუხარების მეშვეობით ეს ორი ქალი ღრმა და მტკიცე კავშირს ქმნიან. პიერი ტყვეობიდან რუსული თავდასხმის შედეგად თავისუფლდება. ის ფიზიკურად ასუსტებულია, მაგრამ სულიერად გაძლიერებული. ის დანგრეულ მოსკოვში ბრუნდება და იგებს თავისი ცოლის, ელენის სიკვდილის შესახებ, რომელიც ავადმყოფობით გარდაიცვალა და ასევე მისი მეგობრის, ანდრეის გარდაცვალების ამბავს. ის ასევე იგებს როსტოვების ფინანსურ კრახს, მოხუცი გრაფი როსტოვის გარდაცვალების შემდეგ. ის ნატაშას და მარიას მოინახულებს და მათ საერთო ტანჯვასა და დანაკარგში ახალი მომავალი იწყებს ფორმირებას. პიერი, ახლა უკვე დაქრუებული და ღრმად შეცვლილი კაცი, ბოლოს და ბოლოს ნატაშას სიყვარულში უტყდება. ნატაშა, რომელსაც ეგონა, რომ მისი ცხოვრება დასრულდა, გრძნობს როგორ იღვიძებს მასში ახალი იმედი. 1813 წელს ისინი ქორწინდებიან. მათი ქორწინება აღწერილია, როგორც ძალზედ რეალისტური და სრულფასოვანი კავშირი. ის არ არის დაფუძნებული მათი ახალგაზრდობის რომანტიკულ იდეალებზე, არამედ საერთო გამოცდილების, ურთიერთგაგებისა და სრულყოფილი სიყვარულის საძირკველზე. პიერი თავის მიზანს არადით ფილოსოფიაში, არამედ ოჯახში პოულობს. ნატაშაც ტრანსფორმირებულია. ის თმობს საზოგადოებრივ ცხოვრებას და მთლიანად თავს უძღვნის ქმარსა და შვილებს. ტოლსტოი ამას აღწევს არა როგორც დანაკარგს, არამედ როგორც მისი ნამდვილი, არსებითი მიზნის აღმოჩენას. ის ხდება ძლიერი ადამიანი, თავისი ოჯახის მტკიცე ცენტრი. კიდევ ერთი ბედნიერი დასასრულით, ნიკოლაი როსტოვი თავადის ასულ მარიაზე ქორწინდება. ეს კავშირი როსტოვებს ფინანსური კრახისგან იხსნის და ნიკოლაის მიზანს უსახავს აღადგინოს ბოლკონსკების მამულები. ეს არის ქორწინება, რომელიც დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემაზე, რომელიც შემდეგ ნამდვილ სიყვარულში გადაიზრდება. პიერისა და ნატაშას მსგავსად, ნიკოლაი და მარიაც თავიანთ ბედნიერებას ოჯახურ მოვალეობებსა და სოფლის ცხოვრების რიტმებში პოულობენ. ისინი უარს ამბობენ მაღალი საზოგადოების ზედაპირულ ფასეულობებზე, უფრო ავთენტური არსებობისთვის, რომელიც ერთმანეთის წინაშე პასუხისმგებლობების აღებაშია გამოხატული. ომი და მშვიდობა უფრო მეტია ვიდრე უბრალოდ პერსონაჟების ისტორია. მეორე ეპილოგში ტოლსტოი წინ გამოდის და გრძელ ესეს გვთავაზობს, რომელიც ხსნის იმ ფილოსოფიურ იდეებს, რომლებიც მთელ რომანს უდევს საფუძვლად. ეს ნაწილი შეიძლება რთული იყოს, მაგრამ მისი გზავნილის გასაგებად გადამწყვეტია. ტოლსტოის ცენტრალური არგუმენტი ისტორიის დიდი ადამიანის თეორიის რადიკალური უარყოფაა. ის ამტკიცებს, რომ ისტორიას არ აყალიბებს ისეთი ცალკეული ფიგურების ნება, როგორებიც არიან ნაპოლეონი ან მეფე ალექსანდრე. ეს ლიდერები, მისი თქმით, მხოლოდ ისტორიული მოვლენების ყველაზე თვალსაჩინო იარლიყები არიან. მას სჯერა,
რომ მათ ყველაზე ნაკლები თავისუფლება აქვთ. მეფე ან გენერალი შეზღუდულია თავისი პოზიციით, თავისი ხალხის მოლოდინებითა და ათასობით მცირე, შემთხვევითი მოვლენით, რომელიც მას გარს აკრავს. ნაპოლეონს არ აურჩევია რუსეთში შეჭრა, ისე როგორც ადამიანი ირჩევს გასეირნებას. ამის ნაცვლად, ტოლსტოი ამტკიცებს, რომ ისტორია არის მოვლენაში მონაწილე ყველა ცალკეული ადამიანის ნების ინტეგრაციის შედეგი. ბოროდინოს ბრძოლის შედეგი არ განისაზღვრა ნაპოლეონის გეგმით, არამედ ყოველი ჯარისკაცის ერთობლივი სულით, შიშით, გამბედაობითა და მოქმედებით. ტოლსტოისთვის ისტორია უზარმაზარი და ქაოტური ძალაა, ოკეანის ტალღის მსგავსი. დიდი ადამიანები მხოლოდ ქაფია ტალღის წვერზე. მათ გონიათ, რომ მას მიუძღვებიან, მაგრამ სინამდვილეში მათ გაცილებით ძლიერი დინება მიაქანებს. საბოლოო ძალა, რომელიც ისტორიას ამოძრავებს, ტოლსტოისთვის შეუცნობელია. ეს არის ყველა მიზეზის ჯამი, ძალა, რომელიც მხოლოდ შეიძლება იგრძნო და არა გაანალიზო. ყველაზე ბრძენ პერსონაჟებს, კუტუზოვის მსგავსად, ეს ესმით. ისინი არ ცდილობენ მოვლენების გაკონტროლებას. ისინი აკვირდებიან, იცდიან და გარდაუვალი დინების ნაწილი ხდებიან. რომანი ასევე თავმდაბლობის ძლიერი არგუმენტია. თავმდაბლობა ისტორიის სირთულის წინაშე და თავმდაბლობა ჩვენს პირად ცხოვრებაში. პერსონაჟები, რომლებიც ბედნიერებას პოულობენ, პიერი, ნატაშა, ნიკოლაი და მარია, არიან ისინი, ვინც თმობენ ეგოზე ორიენტირებულ სწრაფვას, დიდებისა და სრულყოფილებისკენ. ისინი აზრს პოულობენ ოჯახური ცხოვრების მცირე, ყოველდღიურ მოვალეობებში. ისინი სწავლობენ ცხოვრებას და არა მხოლოდ ცხოვრებაზე ფიქრს. მაშ, რა დაგვრჩა ამ მონუმენტური მოგზაურობის ბოლოს? ომი და მშვიდობა არის წიგნი ყველაფერზე. ეს არის ომის ისტორია, ოჯახური საგა, რომანი და ფილოსოფიური ტრაქტატი. ის ადამიანური გამოცდილების სისრულეს ასახავს. ის გვიჩვენებს, თუ როგორ ეჯახება ისტორიული ძალები, უზარმაზარი და უპიროვნო, ინდივიდების პირად ცხოვრებას. ის უპირისპირებს ძალაუფლების მქონეთა ხელოვნურ, კორუმპირებულ სამყაროს, იმ ავთენტურ, უბრალო ჭეშმარიტებებს, რომლებიც სიყვარულში, ოჯახსა და ბუნებასთან კავშირში გვხვდება. ანდრეისა და პიერის მსგავსი პერსონაჟების მეშვეობით, ტოლსტოი იკვლევს კაცობრიობის უღრმეს კითხვებს. როგორ უნდა ვიცხოვროთ? რა არის სიცოცხლის აზრი? რა არის სიყვარულის და სიკვდილის ბუნება? მარტივი პასუხი არ არსებობს, მხოლოდ თავად პერსონაჟების მოგზაურობები. რომანის საბოლოო სურათია მომავალი თაობა. ახალგაზრდა ნიკოლენკა ბოლკონსკი, რომელიც ოცნებობს მომავალზე, სადაც ის შეძლებს მიაღწიოს იმგვარ გმირულ სიდიადეს, რომელსაც ოდესღაც მამამისი და მისი ბიძა, პიერი ეძებდნენ. ცხოვრება გრძელდება, ციკლი მეორდება. ომი და მშვიდობა არ არის მხოლოდ წასაკითხი წიგნი. ეს არის სამყარო, რომელშიც უნდა იცხოვრო. ის გვახსენებს, რომ ჩვენი მცირე ცხოვრება, ჩვენი სიყვარული და დანაკარგები, უზარმაზარი, რთული და საბოლოოდ შეუცნობელი ქსოვილის ნაწილია. და რომ ამ ყველაფერში გასაოცარი სილამაზე იმალება. მადლობა, რომ შემოგვიერთით ტოლსტოის ამ დიდი შედევრის განხილვაში. რომელია თქვენი საყვარელი მომენტები ან პერსონაჟები? ეთანხმებით თუ არა ტოლსტოის ისტორიის ფილოსოფიას? გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში. და თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, დაგსურთ მეტი წიგნების განხილვის ვიდეოები აიტვირთოს, გთხოვთ არ დაგაუწყდეთ, დააჭიროთ მოწონების ღილაკს, გამოიწეროთ არხი და ჩართოთ შეტყობინებები. ეს ნამდვილად გვეხმარება არხის განვითარებაში. გმადლობთ, რომ გვიყურეთ. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.